ლაშა, ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად ბრიუსელში წამსვლელთა სიაში საქართველოს პრეზიდენტი ვერ მოხვდა, თუმცა დოკუმენტის გაფორმებას ის საქართველოს მოსახლეობასთან ერთად იზეიმებს. გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ევროპის მოედანზე სიტყვით გამოვლენ. იქ საზეიმო კონცერტია დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას ქართული ესტრადის მომღერლები და უცხოეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებლები მიიღებენ. კონცერტი 9-ის ნახევარზე დაიწყება, შემდეგ ღონისძიებას უკვე ბრიუსელიდან დაბრუნებული დელეგაცია შეუერთდება. ჩემი კოლეგა ნატა ქაჯაია იმყოფება ევროპის მოედანზე და ის განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. ნატა, რა ვითარება არის, როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაო კონცერტისათვის? ლაშა, ევროპის მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ამონტაჟებენ სცენას, როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ და ემზადებიან გენერალური რეპეტიციისთვის, რომელიც ხვალ გაიმართება. ჩვენ ცოტა ხნის წინ მქონდა საშუალება გავსაუბრებოდით რეჟისორს პაატა ციკოლიას, რომელმაც გითხრა, რომ 27 ივნისს ევროპის მოედანზე მოსულ სტუმრებს საკმაოდ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ, იქნება დიდი და პომპეზური კონცერტი, მიიღებენ მონაწილეობას როგორც საქართველოში მოღვაწე მომღერლები, ასევე უცხოეთში მყოფი ქართველი შემსრულებლები. სპეციალურად ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა პაატა ბურჭულაძე, ნინო სურგულაძე და ანიტა რაჭველიშვილი. კონცერტი საკმაოდ დიდი და პომპეზური იქნება. ორი ნაწილისგან შედგება, არის ასე ვთქვათ კლასიკური ნაწილი, კლასიკური რეპერტუარისგან, რომელიც შედგება და არის პოპულარული ნაწილი. კლასიკური ნაწილი შედგება ევროპიდან ჩამოსული ქართველი შემსრულებლებისგან, ვარსკვლავებისგან. საკმაოდ რთული, ბევრი კომპონენტისაგან შემდგარი, მაგრამ საინტერესო კონცერტი იქნება დარწმუნებულებად. ეხლა მზადდება სცენა, დიდი თეთრი სცენა იქნება, ეხლა ამხდენი რამე რომ დაიტიოს ხადეთ სცენას საკმაოდ ისეთი ზომები სჭირდება. ხვალსაღამოს გვექნება ალბათ გენერალური რეპეტიცია. მე მღერი, რა თქმა უნდა, კარმენს და მღერი ასევე ქართულ ნაწარმოებს, რის გამოც კიდევ უფრო ამაყივარ, ეს არის თამარ საუქვაძის სამშობლო ჩემო და ფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი საღამო გამოვა. არაჩვეულებრივი მუსიკოსები გამოდიან 27-ში სცენაზე. ევროპის მოედანზე ჩატარდება კონცერტი, რომელშიც ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას. ეს ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, იმიტომ რომ 27 ივნისს რაც მოხდება, ეს არის მე ვთვლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში. საზეიმო ღონისძიება 27 ივნისს ზუსტად 9-ის ნახევარზე დაიწყება. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ნატა ქაჯაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში ევროპის მოედანზე დაგეგმილი